გამარჯობა. ვაგრძელებთ ქართული სახელმწიფოს დაარსებისა და ქართველური ეთნოსის ჩამოყალიბების თაობაზე თხრობას. ეს არის მეშვიდე ნაწილი. წინა ვიდეოში ვისაუბრეთ თეიმურაზ ბატონიშვილთან მოცემული რიგითობით ქართლოსის 6 ძმიდან 2-ის ბარდოსისა და მოვაკოსის განსახლების არეალზე. შემდეგია ლეკოსი. ვიდრე განვაგრძობთ თხრობას, გვინდა შევეხოთ საჯარო სივრცეში წარმოდგენილი სიყალბეს. ყველგან მითითებულია, რომ ქართლოსი და მისი 6 ძმა იყო ლეგენდარული პიროვნება და ლეგენდა მათ შესახებ წარმოიშვა შუა საუკუნეებში. გულისხმობენ ქართლის ცხოვრებას. ყველა დროის ზოგიერთ სრუპენტელას სწავლულსა და მეცნიერს, რომლებიც შეეცადნენ და დღემდე ცდილობენ ქართველებს როგორმე წაგვართვათ ჩვენი კუთვნილი ადგილი, რომელიც დავიმკვიდრეთ როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის ერთ-ერთმა დამაარსებლებმა, უპასუხეთ მარტივი, მაგრამ კინისებური არგუმენტებით. ჩვენს მიერ გაშიფრული გრაკლიანი გორის დამწერლობითი არტეფაქტების საკურთხევლის წარწერის მიხედვით. მასზე წერია ქართლოსთა პირველი კაცი, ანუ თუ ქართლოსი შუა საუკუნეებში გამოგონილი ლეგენდარული პიროვნება იყო, მისი სახელი როგორ აღმოჩნდა ძველი წელთაღრიცხვის 1018 წლის, ანუ ძველი წელთაღრიცხვის მე-11 საუკუნის ბოლო პერიოდის საკურთხევლის წარწერაზე. ქართლოსი და მისი ძმები იყვნენ ისტორიული პიროვნებები. კონკრეტულად ლეკოსის შესახებ ინფორმაციას შეგიძლიათ უყუროთ მთელ ვიდეოში. ამასთან გთხოვთ, გადახვიდეთ ჩვენს YouTube არხზე, უყუროთ სხვა ვიდეოებსაც, გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოგწეროთ კომენტარები და შეკითხვები. დიდი მადლობა.